საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თავის კიდევ ერთ წევრ კომპანია BDO-ს ესტუმრა. აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ქართულ ბაზარზე აგერ უკვე საუკუნის მეოთხედს ითვლის და მაშინ, როცა კომპანიაში იაზრებენ, რომ განვითარება და წინსვლა, ახალი ბაზრებისა და ახალი შანსების ათვისება მუდმივად საჭიროა, წარმატებაც არ აყოლებს. ლოკალური ბიზნეს საქმიანობიდან დაწყებული ამბავი რეგიონალურ კომპანიად ჩამოყალიბდა. BDO ოფიციალურად იწყებს საქმიანობას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთიანი რეგიონული ფორუმის BDO CCA-ს ფარგლებში, რომელიც 5 ქვეყანას საქართველოს, სომხეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს აერთიანებს. ეს მოხდა პირველ რიგში 5 ქვეყანასთან ერთად გაერთიანება, ეს არის საქართველო, სომხეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი და უკვე 26 წლიდან ჩვენ ვიქნებით როგორც ერთი რეგიონალური კომპანიის ნაწილი. შესაბამისად, ეს არის უკვე ის ეტაპი ცხოვრების, როდესაც განსხვავებულად მოგვიწევს ასევე, როდესაც თქვა ლოკალური კომპანია გავხდით BDO, იყო ერთი მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი, ახლა იქნება მეორე ერთი გარდამტეხი მომენტი, როდესაც ქართული კომპანია გახდება რეგიონალური კომპანიის ნაწილი და მართვასაც ამ ფორმატში გავახორციელებთ. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა დამფუძნებლებმა ამ სექტორის წარმომადგენელ სხვადასხვა კომპანიაში გამოცდილების დაგროვების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დრო იყო საკუთარი ბიზნესი დაეარსებინათ. ყველაფერი ლოკალური საქმიანობით დაიწყო. თავიდან ქართულ ბაზარს კომპანია TMC-ს სახელით გაეცნენ. 2009 წელს კი ამ გზამ საერთაშორისო ბრენდის BDO-ს ნაწილად ჩამოყალიბებამდე მიიყვანათ. თავად იხსენებენ, რომ კომპანიის რეალური განვითარება სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ დაიწყო. ამ წლების განმავლობაში BDO საქართველოს განვითარდა, გაიზარდა, მასშტაბები გააფართოვა და ამჟამად მისი მთავარი მიმართულებების ჩამონათვალიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია. აქ ხდება როგორც ფინანსური აუდიტი, ასევე საგადასახადო კონსულტაციები, ბუღალტრული მომსახურების აუთსორსინგი და ამასთანავე სხვადასხვა ტიპის აუთსორსინგებიც. იქნება ეს კომპანიებისთვის კადრების მართვა თუ ხელფასების ადმინისტრირება. მხოლოდ ესეც არაა, BDO-ს პორტფელში ტექნოლოგიური მიმართულებები, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სერვისები და იურიდიული მომსახურებაც ხდება. ამასთან ერთად BDO-ს თავისი აკადემიაც აქვს, რომელიც ადამიანებს ბიზნეს ტრენინგების გავლის შესაძლებლობას აძლევს. 2009 წელს, როდესაც გავხდით BDO-ს წევრი, მე დაიწყო რეალური განვითარება სიმართლე რომ თქვა კომპანიის, იმიტომ რომ ეხლა ხელმისაწვდომობა რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ცოდნაზე, რესურსებზე, ტექნოლოგიებზე, ცნობადობა, ბრენდის მაგჩება, იმიტომ რომ ბევრ კომპანიას სჭირდება ინვესტორებთან თავისი ანგარიშგების წარდგენა და ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ცნობადი საერთაშორისო ცნობადი კომპანია ყოფილიყავით. შესაბამისად, მე დაიწყო ეს განვითარება. ამ დროს იყო უკვე, როდესაც მოხდა ჩართვა სხვადასხვა საქმიანობაში ჩვენი მხრივ მივიშევიდან ბევრი სხვადასხვა რაღაც გავაკეთეთ, მათ შორის ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ბევრი საინტერესო რაღაც გავაკეთეთ, მე ვიყავი ჩართული, ეს იყო კანონმდებლობის შემუშავება საგადასახადო, ეს იყო სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა და ასე შემდეგ. BDO იმ კომპანიებს შორისაა, რომლებიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციას დაარსებიდან სულ მცირე ხანშივე შეუერთდნენ. ამ წლებმა თანამშრომლობამ და სხვადასხვა საკითხებზე ერთობლივმა მუშაობამ ორივე მხარისთვის პროცესების გამარტივება, ხელშეწყობა, განვითარება და ორმხრივი სარგებელი მოიტანა. BDO ასოციაციის ერთ-ერთი უძველესი წევრია დაფუძნების დღიდან და პირადად ზურა ლალაზაშვილს აქვს განსაკუთრებული ღვაწლი ასოციაციის საქმიანობაში, იმიტომ რომ ის იყო ჩვენი ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე, ერთ-ერთი ლიდერი, ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც ძალიან ბევრ რეფორმაზე, საგამომდევნო რეფორმაზე ასოციაციის სახით იყო ჩართული და მონაწილეობდა ამ პროცესში. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან გრძნობიარეა ყველა ის წარმატება, რომელსაც BDO აღწევს და კომპანია, რომელიც რამოდენიმე ადამიანმა დაიწყო, დღეს უკვე 3000-ზე მეტი ადამიანისგან შედგება, დასაქმებული ყავთ 3000-ზე მეტი, ერთ-ერთი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია, არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი კომპანიისთვის იყო ეს ძალიან ისეთი ღირებული თანამშრომლობა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ბევრ ისეთ კომპანიასთან მქონდა შეხება, გაცნობა, პირადი ნაცნობა, რომლებიც საბოლოო ჯამში ჩვენი დამკვეთები არიან, ეს ერთი და მეორე სხვა ძალიან მნიშვნელოვნად გაგვეზარდა ცნობადობა. კომპანია განვითარებას არ წყვეტს. ზუსტად იციან, რომ დღესაც და მომავალშიც პირველ რიგში იმაზე უნდა იზრუნონ, რომ ქართულ ბაზარზე ის პოზიცია შეინარჩუნონ, რომელიც ამჟამად აქვთ. იქნება ეს ხარისხი და კომპეტენცია თუ კომპანიის მასშტაბის ზრდა, თუმცა ამასთანავე უფრო ფართო მასშტაბიანი გეგმებიც აქვთ და გეგმავენ, რომ იმ კომპანიების ფეხის ხმას მიყვნენ, რომელსაც წლებია მომსახურებას უწევენ, ან თუნდაც მომავალში გაუწევენ. ამის საშუალებას კი ცხადია ის სიახლე აძლევთ, რომელიც კომპანიას უკვე რეგიონალურ მოთამაშედ აქცევს.
ქართულ კომპანიებს, რომლებიც არიან რეგიონის მასშტაბით გასულები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შევთავაზოთ მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება. მაგალითად, თუ ჭირდებათ რეგიონის მასშტაბით დიდი მოცულობის, კომპლექსური მოცულობის პროექტის განხორციელება და ამ მიმართულებით აინტერესებთ, სად არის მათი ბიზნესის განვითარების პერსპექტივები, შესაძლებლობები, სად არის რისკები და საბოლოო ჯამში საით უნდა წავიდეს კომპანია, ამ მიმართულებით იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რეგიონის მასშტაბით გვეყოლება ადგილობრივი ოფისები, გვეყოლება ადგილობრივი გუნდები, უფრო მეტი ცოდნა, უფრო პრაქტიკული ცოდნა გვექნება ჩვენ ამ ადგილობრივი ბაზრების. უახლოეს წარსულში განვლილი წლები წარმატებულად ჩახურეს. ამას ოფიციალური მონაცემებით ცხადყოფს. ახლაც იმედოვნებენ, რომ ეს ტრენდი შინარჩუნდება და მეტიც გაცილიერდება, რადგან 2026 წლიდან განსხვავებული ფორმატით, მასშტაბით და მიზნებით წარსდგებიან.